გაღიზიანებულმა მოხუცმა ჯერ ჩაახველა, შემდეგ კი გაბედულად გადადგა მათკენ ნაბიჯი. საშა უნდა დაგელაპარაკო. ლეონიდმა გოგონას თვალი ჩაუკრა, მორჩილად დაუთმო საშა ჰომეროს და გვერდზე გადგა, მაგრამ საშას აღარაფერზე შეეძლო ფიქრი. სანამ მოხუცი რაღაცას უხსნიდა, სანამ უმტკიცებდა, რომ ჰანტერის დარწმუნება ჯერ კიდევ შეიძლებოდა, რაღაცას თავაზობდა და რაღაცას თხოვდა. გოგონა მის მხარს ზემოდან მუსიკოსს უყურებდა. მუსიკოსი მზერითვე არ პასუხობდა, მაგრამ მისი ღივილით საშა ხვდებოდა, რომ მას ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს ხედავდა. საშა ჰომეროს თავს უქნებდა, ყველაფერზე დათანხმდებოდა, ოღონდ კი მუსიკოსთან კიდევ ერთ წუთს დარჩენილიყო მარტო და მისი ბოლომდე მოსმენა შეძლებოდა. ოღონდ წამლის არსებობის ერწმუნა. ახლავე დავბრუნდები. ვეღარ მოითმინა და სიტყვა გააწყვეტინა მოხუცს. ხელიდან გაუსხლტა და მუსიკოსთან მიირბინა. კიდევ გაინტერესებს რამე? შეეგება მუსიკოსი. უნდა მითხრა როგორ. საშას აღარ უნდა და ბიჭთან თამაში. ეგ რთულია, ვიცი რომ ავადმყოფობა იკურდება. ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც დაძლიეს სექსენი, შემიძლია მათთან წაგიყვანო. მაგრამ შენ ხო თქვი ხო რომ იცი მასთან ბრძოლის შენ არასწორად გამიგე, მხრები აიჩეჩა ლეონიდმა. საიდან უნდა ვიცოდე? მე ერთი მოხეტიალე მუსიკოსი ვარ და მხოლოდ ფლეიტაზე დაკვრა შემიძლია. ვინ არიან ის ადამიანები? თუ გაინტერესებს გაგაცნობ მათ, ოღონდ ცოტა გასეირნება მოგვიწევს. რომელ სადგურზე არიან? აქედან არც ისე შორს, თუ გინდა შენ თვითონ გაიგებ ყველაფერს. არ მჯერა შენი, მაგრამ გინდა რომ გჯეროდეს, შენ ჯერ არც მე მჯერა შენი და ამიტომ ყველაფერს მოყოლა არ შემიძლია. რაში გჭირდება ჩემი გამოყოლა? თვალები მოჭუტა საშამ. მე არაფერში. თავი გადაიქნია ბიჭმა. ჩემთვის სულ ერთია, ეს შენ გჭირდება. მე არც ვალდებული ვარ ვინმე გადავარჩინო და არც ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთო. პირდები რომ იმ ხალხთან მივიყვან? პირდები რომ ისინი შეძლებენ ჩემს დახმარებას? ყოყმანით კითხა საშამ. მიგიყვან, მტკიცედ უპასუხა ლეონიდმა. რა გადაწყვიტე? კვლავ ჩაერია მოუსვენარი მოხუცი. თქვენთან ერთად არ წამოვალ, რადგან ის ამბობს, რომ ციებ-ცხელების წამალი არსებობს. საშა კომბინეზონს ღვედს აწვალებდა. გატყუებს, ყოყმანით თქვა ჰომეროსმა. ხედავ ვირუსებში ჩემზე უკეთ ერკვევით, მოკრძალებით წარმოთქვა ლეონიდმა. სწავლობდით თუ საკუთარ თავზე გამოსცადეთ? თქვენც ფიქრობთ, რომ ინფექციასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი სრული განადგურებაა? საიდან იცი? გაუცდა მოხუცი და საშას მიუბრუნდა. ეს შენ უთხარი? აი, თქვენი ვირუსოლოგი მეგობარიც მოდის. მოახლოებული ჰანტერის დანახვაზე მუსიკოსმა წინდახედულად უკან დაიხია. სასწრაფო დახმარების მთელი ბრიგადა შეკრებილია, თავს ზედმეტად ვგრძნობ. მოიცადე, სთხოვა გოგონამ. ის იტყუება უბრალოდ ჩემთან უნდა, ცხარედ ჩურჩულებდა ჰომეროსი. თუნდაც სიმართლე იყოს, თქვენ მაინც ვერაფერს მოასწრებთ. ჰანტერი აქ დამხმარე ძალით დაბრუნდება, მაქსიმუმ 24 საათში. თუ ჩვენთან დარჩები, იქნებ შეძლო მისი გადარწმუნება, ეს კი მე ვერაფერს შევძლებ, პირქუშად უპასუხა საშამ. მას ახლა ვერავინ შეაჩერებს. ვგრძნობ მას არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ, იმისათვის რომ გავტეხოთ. გავტეხოთ? ჰომეროსმა წარბები აზიდა. 24 საათზე ადრე დავბრუნდები, შეპირდა გოგონა და უკან დაიხია. რატომ გაუშვა გოგო? რატომ გამოიჩინა სისუსტე? როგორ მისცა თავქარიან მოხეტიალეს მისი გმირის, მუზის, ქალიშვილის მოტაცების უფლება? რაც უფრო დაჟინებით აკვირდებოდა მოხუცი მუსიკოს, მით უფრო ნაკლებად მოსწონდა ის. მისი დიდი მწვანე თვალები თითქოს სიხარბეს ამჟღავნებდა, ხოლო მის უმანკო სახეზე, როდესაც ეგონა რომ არავინ უყურებდა, ბნელი ჩრდილები გადაირბედნენ ხოლმე. რაში სჭირდება მუსიკოს გოგო? უკეთეს შემთხვევაში თავის მეხსიერებაში ლამაზ ჰერბარიუმად შეინახავს მის უმანკოებას, გათელეს ახალგაზრდული მომხიბვლელობის მტვერ ჩაბო ფერთხილს, რომელსაც ვერც დაიმახსოვრებ და ვერც სურათს გადაუღებ. მოტყუებული გოგონა კოლექციონერს ერთ მშვენიერ დღეს მაინც გაუფრინდება, მაგრამ ტყუილის დავიწყებას და მის გათავისუფლებას დიდხანს ვეღარ შეძლებს. მაშინ რატომ გაუშვა? იმიტომ რომ შიშარა, იმიტომ რომ ჰანტერთან შეკამათება კი არა, იმის კითხვაც კი ვერ გაბედა, რაც მართლა ძალიან აწუხებდა. საშას როგორც შეყვარებულ გოგონას ეპატიებოდა გამბედაობაც და უგუნურებაც. იქნებოდა კი მოხუცის მიმართ ბრიგადირი ასეთივე გულმოწყალე? ჰომეროსი ჰანტერს გულში ისევ ბრიგადირს ეძახდა. ერთი მხრივ მიუჩვეული იყო, მეორე მხრივ კი ეს სახელი უფრო აიმედებდა, უფრო არაფერი საშიში და განსაკუთრებული. ძველებურად სევასტოპოლსკაიას სამხრეთის გვირაბის საგუშაგოს მეთაურია, თუმცა არა. თავს იტყუებდა ის უკარება იღბლიანი ჯარისკაცი სადღაც გამქრალიყო. მაშინ რაღაც საშინელება ხდებოდა და ამის არაღიარება სისულელე იყო. ჰანტერმა ისევ თან გაიყოლა მოხუცი. ამჯერად რისთვის?
იმისთვის რომ დრამის კვანძის სისხლიანი გახსნა იჩვენებინა მისთვის, მებრძოლი მზად იყო გაენადგურებინა არა მხოლოდ ტულსკაია, არამედ გვირაბში მცხოვრები სექტანტების და მათთან ერთად სერპუხოვსკაია მთელი თავისი მოსახლეობით და ჰანზას მიერ მხოლოდ ეჭვის ნიადაგზე შეყვანილი გარნიზონით. სავარაუდოდ სევასტოპოლსკაიასაც იგივე დღე ელოდა. მოსაკლავად ჰანტერს საფუძვლიანი მიზეზის ძებნა აღარ სჭირდებოდა, მისთვის საბაბით საკმარისი იყო. ჰომეროს აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ მონუსხულივით უსიტყვოდ გაჰყოლოდა უკან, რათა ენახა და აღეწერა მისი ყოველი დანაშაული. თავი კი იმით ემართლებინა, რომ ეს ნაკლები ბოროტება იყო. მოხუც უმოწყალო ბრიგადირი მოლოქის განსახიერებად ეჩვენებოდა. მოლოქი მეფე მზის ცეცხლისა და ომის ფინიკიური ღმერთის სახელის მიხედვით, რომელსაც მსხვერპლად ადამიანებს წირავდნენ. ბრიგადირი მოლოქის განსახიერებად ეჩვენებოდა. ჰომეროსისგან განსხვავებით, რომელიც უკვე შეგუებოდა აზრს, რომ ტულსკაია და სერპუხოვსკაია მალე სოდომსა და გომორს დაემსგავსებოდა, საშა უმცირეს იმედს ეჭიდებოდა. ჰომეროს აღარ სჯეროდა, რომ საშა და ლეონიდი დაასწრებდნენ ჰანტერს და ვირუსის საწინააღმდეგო აბის ვაქცინის ან შრატის აღმოჩენას მოახერხებდნენ. საშა კი მზად იყო ბოლომდე ეძებნა წამალი. ჰომეროსი არც მებრძოლი იყო და არც ექიმი, თან მეტისმეტად მოხუცის იყო იმისთვის, რომ სასწაულების ერწყმუნა, თუმცა მისი სულის სულ მცირე ნაწილს მაინც სურდა სასწაული მომხდარიყო, გადარჩენილიყო. სულის სწორედ ეს ნაწილი გააყოლა საშას, გოგონას აჰკი და ის რის გაკეთებასაც თვითონ ვერ ბედავდა და იპოვა სიმშვიდე. ერთ დღეღამეში ყველაფერი დასრულდება. შემდეგ მოხუცი ყველაფერს მიატოვებს, ნახავს სადმე კელიას და დაწყებულს დაასრულებს. უკვე იცის რის შესახებაც იქნება რომანი. ის დაწერს იმის შესახებ, თუ როგორ იპოვა გონიერმა ცხოველმა ჩამოვარდნილი ზეციური ვარსკვლავი, როგორ გადაყლაპა და იქცა ადამიანად, როგორ მოჰპარა ღმერთებს ცეცხლი, მაგრამ ვერ შეძლო მისი მართვა და მსოფლიო გადაწვა. ზუსტად 100 საუკუნის შემდეგ კი დაკარგა ადამიანური ნაპერწკალი და ცხოველზე უფრო საშიში უსახელო არსებად იქცა. რგოლის მეთაურმა ერთი მუჭა ტყვიები ჯიბეში ჩაიყარა. შეთანხმება მუსიკოსისთვის ხელი ძლიერი ჩამორთმევით დაადასტურა და დაამატა, შემიძლია ტრამვაიძეს დაგსვათ. რომანტიკული გასერნება მირჩევნია იუარა ლეონიდმა. ჩვენს გვირაბებში ორს მარტო ვერ გაგიშვებთ. მოკლედ მოუჭრა რგოლის მეთაურმა. მაინც დაცვის თანხლებით მოგიწევთ წასვლა. თან არც საბუთები აქვს შენს გოგოს. ასე კი უცებ მიხვალთ დანიშნულების ადგილას და მერე შეძლებთ განმარტოვდეთ. განმარტოვებას არ ვაპირებთ, მტკიცედ განაცხადა საშამ. ჩავთვალოთ, რომ ეს საპატიო ესკორტია. ვითომ ქალაქში მოსერიდნე მონაკოს პრინცი და პრინცესა ვართ. მუსიკოსმა გოგონას თავი დაუკრა. როგორი პრინცესაა? გაიოცა საშამ. მონაკო, ოდესღაც იყო ასეთი სამთავრო პირდაპირ ლაჟვარდოვან სანაპიროზე. თუ ფეხით აპირებთ წასვლას, სწრაფად მოემზადეთ, გააწყვეტინა რგოლის მეთაურმა. ჭიდი და ტყვიები გასაგებია, მაგრამ ბიჭები საღამოს ბაზაზე უნდა იყვნენ. ეი, კოსტილ, თავისთან მოიხმო ჯარისკაცი. ეს ორი კიევსკაიამდე მიაცილეთ და პატრულს უთხარით, თვითონ დეპორტირებულები არიან. რადიალნაიაზე დატოვეთ და უკან წამოდით. სწორია? მიუბრუნდა ლეონიდს. არის. ხუმრობით სამხედრო სალმით უპასუხა მან. კიდევ შემოგვიარეთ, თვალი ჩაუკრა რგოლის მეთაურმა. და მაინც რით განსხვავდება ჰანზა დანარჩენი სადგურებისგან? მთელ გადასარბენზე პაველეცკაიადან ოქტიაბრსკაიამდე საშას არ უნახავს არც ერთი ჩაბნელებული ადგილი. ყოველ 50 მეტრში მავთულებზე ელექტრონათურები ეკიდა. თითოეული სინათლე სწორედ მომდევნო ნათურამდე ყოფნიდა. ძირითადი გვირაბებიდან გამავალი სათადარიგო განშტოებებიც კი საკმაოდ კარგად იყო განათებული და საშიში აღარაფერი რჩებოდა. საშას ნება რომ ყოფილიყო, სირბილით ივლიდა, რომ ძვირფასი წუთები დაეზოგა, მაგრამ ლეონიდმა დაარწმუნა, საჩქარო არაფერიაო. მან კატეგორიული უარი თქვა, აეხსნა საით წავიდოდნენ კიევსკაიადან აუჩქარებლად მიაბიჯებდა და სახეზე მოწყენა ემჩნეოდა. მიხარია, რომ შენს მეგობარს ყველაფრის მიმართ თავისი დამოუკიდებულება აქვს. თავი თქვა უცებ ლეონიდმა. რას გულისხმობ? შეუბღვირა საშამ. ისიც რომ შენსავით ოცნებობდეს მოქალაქეების გადარჩენაზე მოგვიწევდა თან წამოგვეყვანა, ასე კი წყვილებად დავიყავით და თითოეული იმას აკეთებს, რაც უნდა. ის მოკლავს, შენ განკურნავ.
მას არავის მოკლა არ უნდა, ზედმეტად ხმამაღლა და მკვახედ მიახალა საშამ. რა თქმა უნდა, უბრალოდ ასეთი სამსახური აქვს ამოიოხრა მუსიკოსმა და საერთოდ ვინ ვარ მე რომ მის განვიკითხო და შენ რას გააკეთებ? დაუფარავი დაცინვით კითხა გოგონამ. და უკრაო? მე უბრალოდ შენს გვერდით ვიქნები, გაუღიმა ლეონიდმა. სხვა რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? სისულელია, თავი გააქნია საშამ. საერთოდ არ გიცნობდა როგორ უნდა გაგაბედნიერო? გაბედნიერების სხვა გზებიც არსებობს. საკმარისია ლამაზ გოგონას შეხედო, გუნება გიუმჯობესდება, მით უმეტეს და დარწმუნებული ხარ რომ სილამაზეში ერკვევი? გადახედა გოგომ. ეს ერთადერთია რაშიც ვერ კვევი. მუსიკოსმა მტკიცედ დაუქნია თავი და რა არის ჩემში ლამაზი? ბოლოს და ბოლოს შუბლი გახსნა საშამ. შენ ერთიანად ანათებ. ლეონიდი თითქოს სერიოზულად ლაპარაკობდა, მაგრამ წუთის შემდეგ ჩამორჩა და უკნიდან შეათვალიერა. უბრალოდ სამწუხაროა რომ ასეთი უხეში ტანსაცმელი გიყვარს, დაამატა ბოლოს. მაინც რა არ მოგწონს? საშამაც უკლო ნაბიჯს, რათა ის მზე რა ერიდებინა ზურგში რომ უღიტინებდა. სინათლეს არ ატარებს. მე კი ფარვანასავით ვარ, მუდამ ცეცხლისკენ მივფრინავ. ლეონიდმა განზრახ სულელური სახით ხელები ფრთებივით აიქნია. გეშინია სიბნელის? საშამ ოდნავ გაუღიმა და თამაში აყვა. მე მარტოობის მეშინია. დასევდიანებულმა მუსიკოსმა გულხელი დაიკრიფა. გვირაბის სუსტმა ორპირმა სერიოზული ფიქრები გადადენა და საშას მუსიკოსთან ქარაგმებით ჟონგლიორობა აიძულა. ამასობაში ქარი მიყვუჩდა. გოგონა გონს მოეგო და გაბრაზდა რომ მას აჰყვა. ნუ თუ ამის გამო მიატოვა ჰანტერი და მოხუცი. იცოდე მაინც რა არის მარტოობა. მიახალა მუსიკოსს და ზურგი შეაქცია. მონაცრისფრო მოთეთრო სერპუხოვსკაია წვდიათში ჩაძირულიყო. სამხედრო აერწინაღმა მებრძოლებმა ის გვირაბებისგან ორივე მხრიდან მოკვეთეს და წრიულზე გადასასვლელიც დაბლოკეს. საფრთხის მოლოდინში სადგური აფორიაქებულის კასავით ზუზუნებდა. დარბაზში ჰანტერი და ჰომეროსი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებივით დაცვის თანხლებით გაატარეს. სერპუხოვსკაიას ყოველი მკვიდრი ცდილობდა მათთვის თვალებში ჩაეხედა, იქნებ უკვე იცოდნენ რა ხდებოდა რეალურად, რომ უკვე გადაწყვეტილი იყო მათი ბედი. ჰომეროსი იატაკს დაშტერებოდა, არ უნდოდა ეს სახეები დამახსოვრებოდა. ბრიგადირი ანგარიშს არ აბარებდა, თუ საით მიდიოდნენ, მაგრამ მოხუცი თავადაც ხვდებოდა. წინ პოლისი იყო, გადასასვლელებით გაერთიანებული მეტროს 4 სადგური, ნამდვილი ქალაქი 1000 მოსახლით. ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ 10 ფეოდალურ ერთეულად დაყოფილი მეტროპოლიტენის საიდუმლო დედაქალაქი. მეცნიერების ბურჯი და კულტურის ნავსაყუდელი, რომელზე თავდასხმასაც ვერავინ ბედავდა. ვერავინ მოხუცი გონება სუსტი და ჭირიანი შიკრიკის ჰომეროსის გარდა, თუმცა ბოლო დღეებში მოხუცი თავს უკეთ გრძნობდა. პირღებინებამ უკლო, სისხლიანი ხველაც ცოტა შეუსუსტდა. იქნებ ორგანიზმი თავად გაუმკლავდა ავადმყოფობას, ან იქნებ არც გადასდები არაფერი. სერპუხოვსკაიას შემდეგი ბრმა და ყრუ გადასარბენი სხვა რეპუტაციით სარგებლობდა. წესით პოლისამდე არც ერთ სულიერს არ უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ მოგზაურები დასახლებულ სერპუხოვსკაიასა და ბოროვიცკაიას შორის მდებარე შუალედურმა დასახლებულმა სადგურმა გააკვირვა. პოლიანკას შესახებ მეტროში არაერთი ჭორი დადიოდა და თუ მათ დაუჯერებდით, ეს სადგური გამლელებს იშვიათად, მაგრამ მაინც ესხმოდა თავს, გონებას ურევდა მათ. მოხუცი რამდენჯერმე იყო აქ ნამყოფი, მაგრამ განსაკუთრებულს არც ერთხელ არაფერს გადაჰყრია. ყველა ლეგენდა და თითოეული ჰომეროსმა ზეპირად იცოდა, ამასაც თავისებურად ხსნიდა. ჰომეროს ახლაც დიდი იმედი ჰქონდა, რომ სადგური ისეთივე მკვდარი და მიტოვებული იქნებოდა, როგორც კარგ დროს. მაგრამ პოლიანკამდე 100 მეტრის დაშორებით მან თავი შეუძლო იგრძნო. მარმარილოს კედლებზე ანარეკლის დანახვისას და სადგურიდან მომავალი წყვეტილი ექოს გაგონებისთანავე რაღაც ცუდი იეჭვა, მაგრამ მან გარკვევით გაიგონა ადამიანური ხმები, რაც სრულიად შეუძლებელი იყო. უარესიც ჰანტერი, რომელიც 100 ნაბიჯზე გრძნობდა ნებისმიერ ცოცხალ არსებას, ახლა სრულიად დაყრუებულიყო და გულგრილად მიაბიჯებდა. მთლიანად ჩაფლული საკუთარ თავში ვერც კი ამჩნევდა იმას, რაც ჰომეროსისთვის სრულიად ნათელი იყო. ყოველთვის დაუსახლებელი სადგური დასახლებული იყო. როდის მოასწრეს, ჰომეროსი უწინ არაერთხელ დაფიქრებულა და პოლისის მოსახლეობის გადაწყვეტილება სივიწროვის მიუხედავად უარი ეთქვათ მეზობელი პოლიანკას ათვისებასა და შეერთებაზე ცრურწმენებით თუ აუხსნია,
ცრურწმენები თუ აუხსნია. ჩანდა მხოლოდ ცრურწმენა უკვე არასაკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ უცნაურ შუალედურ სადგურზე უარი ეთქვათ. ალბათ ჯერ ერთმა დაძლია შიში და აქ კარვების ქალაქი გაშალა, გაიყვანა ელექტროენერგია. ღმერთო, როგორ უყაირათოდ ექცეოდნენ აქ ელექტროენერგიას. ჯერ კიდევ მანამ სანამ გვირაბიდან პლატფორმაზე ავიდოდნენ, მოხუცმა თვალები მოიჩრდილა, რომ არ დაბრმავებულიყო. ჭერში ვერცხლის წყლის კაშკაშა ნათურები ელავდა. საოცარია, პოლისიც კი არ გამოიყურებოდა ასე სადღესასწაულოდ და სუფთად. კედლებზე მტვრისა და ჭვარტლის კვალიც კი არსად ჩანდა. მარმარილოს ფილები ელავდა. ჭერი წინა დღით შეთეთრებულს გავდა. თაღებს შორის ჰომეროსმა ვერც ერთ კარავს ვერ მოკრა თვალი. ჯერ ვერ მოასწრეს განთავსება? იქნებ მუზეუმს აკეთებენ აქ, ჯადოქრებისას, რომლებიც პოლისს მართავენ. პლატფორმა ნელ-ნელა ხალხით ივსებოდა. ჰომეროსი აკვირდებოდა მათ და ხვდებოდა, რომ ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი აღარ შეეძლო. ფეხებში ძალას კარგავდა. პლატფორმის კიდესთან მდგომი ყოველი ადამიანი ისე გამოპრანჭულიყო, თითქოს პოლიანკაზე 2000-იან წლებზე იღებდნენ ფილმს. ახალ-ახალი პალტოები, ჭრელი ქურთუკები, ლაჟვარდისფერი ჯინსები, არც დაბამბული ქურთუკები, არც დაგლეჯილი ღორის ტყავები, არც მეტროს მარადიული წითელი ნათება ან ყველა სხვა ფერის სამარე. საიდან ასეთი სიმდიდრე და სახეები? ეს იმ ადამიანთა სახეები იყო, რომელთაც ერთ წუთში როდი დაუკარგავთ მთელი ოჯახი. მათ დღესაც ნახეს მზე და ბოლოს დილად ცხელი შხაპით დაიწყეს. მოხუცი მზად იყო თავი დაედო ამაზე და კიდევ ბევრი მათგანი საოცრად ეცნობოდა. უცნაური ადამიანები სულ უფრო მატულობდნენ და პლატფორმის კიდეზე იყრიდნენ, მაგრამ ლიანდაგებზე არ ჩადიოდნენ. მალე მთელი პლატფორმა გვირაბამდე კოხტად ჩაცმული ადამიანებით გაივსო. ჰომეროს არავინ უყურებდა, იყურებოდნენ ყველა მხარეს, კედლისკენ, გაზეთებში მალულად უყურებდნენ ერთმანეთს, ცნობის მოყვარეთ, ზიზღით ან თანაგრძნობით, მაგრამ მოხუც ყურადღებას არავინ აქცევდა. თითქოს ის მოჩვენება იყო. რისთვის შეკრებილიყვნენ აქ, რას ელოდებოდნენ? მოხუცი როგორც იქნა გონს მოვიდა. სად არის ბრიგადირი? როგორ ახსნეს ამ აუხსნელს? აქამდე რატომ არაფერი ეთქვა? ჰანტერი მოშორებით იდგა და სრულებით არ აინტერესებდა 25 წლის წინანდელი სურათებიდან გადმოსული ადამიანებით სავსე სადგური. ის დაძაბული მიშტერებოდა სივრცეს, თითქოს მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით. მისი თვალების სიმაღლეზე ჰაერში რაღაც ეკიდა. მოხუცი ბრიგადირს მიუახლოვდა და ფრთხილად შეხედა ჩაფხუტის ქვეშიდან. მოულოდნელად ჰანტერმა ხელი მოიქნია. ძიმე მუშტმა ჰაერი გააპო. მარცხნიდან მარჯვნივ უცნაური ტრაექტორია მოხაზა. თითქოს უნდა არარსებული დანით ვიღაც უხილავი დაესერა. ჰომეროსი უკან გადახტა და მისი მუშტი აიცილა. ჰანტერმა კი შეტევა განაგრძო. ის უტევდა, უკან იხევდა, თავს იცავდა, ვიღაცის დაჭერას ცდილობდა. წამის შემდეგ კი თავად ხრიალებდა, თითქოს იხრჩობოდა. ძლივს ითავისუფლებდა თავს და ისევ თავდასხმაზე გადადიოდა. ბრძოლა სულ უფრო მეტად უჭირდა. უხილავი მოწინააღმდეგე აშკარას ჯაბნიდა მას. უხმა, მაგრამ გამანადგურებელი დარტყმების შემდეგ ფეხზე ძლივსღა იდგა. მისი მოძრაობა სულ უფრო ნელი და გაუბედავი ხდებოდა. მოხუცს თითქოს ესეც ნანახი ჰქონდა და არც თუ დიდი ხნის წინათ სად და როდის რა ჯანდაბა სჭირდა ბრიგადირს. ჰომეროსი ეძახდა მას, მაგრამ შეპყრობილს მისი ხმა არ ესმოდა. პლატფორმაზე მდგომი ხალხი არც ჰანტერს აქცევდა ყურადღებას. მათ აშკარად სხვა რამ უფრო აღელვებდათ. სულ უფრო შეშფოთებულები დაჰყურებდნენ მაჯის საათებს, უკმაყოფილოდ ოხრავდნენ, რაღაცას გადაულაპარაკებდნენ ხოლმე გვერდით დგომს და გვირაბის თავზე დაკიდულ წითელ ელექტრო საათზე ამოწმებდნენ დროს. ჰომეროსმა თვალები მოჭუდა და სხვებთან ერთად დააკვირდა საათს. მრიცხველი, რომელიც წინა მატარებლის გასვლიდან დროს ითვლიდა, არაბუნებრივად გაწელილი 10 ნიშნა ჩანდა. 8 ციფრი მოციმციმე 2 წერტილამდე და კიდევ 2 წამზომი მის შემდეგ. გაწელილი წითელი წერტილები გასულ წამებს ითვლიდა. საოცრად გრძელ რიცხვში ბოლო ციფრი იცვლებოდა 12 მილიონ. მერე კივილი გაისმა, მერე სულუკუნი. მოხუცმა იდუმალ საათს თავი დაანება და რელსებზე პირქვე დამხობილი ჰანტერი დაინახა. მაშინვე მიირბინა და ძლივს გადმოაბრუნა მისი უსიცოცხლო სხეული. არა, ბრიგადირი მძიმედ სუნთქავდა, ჭრილობა არსად უჩანდა, თუმცა თვალები მომაკვდავებით აეტრიალებინა. მარჯვენა ხელში რაღაც ჩაებღუჯა. მუშტიდან დანის შავი ტარი მოუჩანდა. ჰომეროსმა სილას ტკიცა ბრიგადირს და მანაც ნაბახუსებზე მყოფივით წამსვე ააფახურა თვალები.
იდაყვებზე წამოიწია და დაბინდული მზერა შეავლო მოხუცს. მერე უცებ წამოხდა და ტანსაცმელი ჩამოიფერთხა. იმავე წამს პალტოიანი და ქურთუკიანი ხალხიც უკვალოდ გაქრა. დამაბრმავებელი სინათლეც ჩაქრა და 10 წლეულების მტვერი დაედო კედლებს. სადგური შავი, ცარიელი და უკაცრიელი იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც ჰომეროს ის წინა მოგზაურობებიდან ახსოვდა. ოქტიაბრსკაიამდე ხმა არავის ამოუღია, მხოლოდ იშვიათი გადაჩურჩულება ხვნეშა და შპალებზე მცველების ჩექმის ბრაგუნი ისმოდა. საშა საკუთარ თავზე ბრაზობდა და ლეონიდის წინაშე თავს უხერხულადაც კი გრძნობდა. მეტის მეტად ხისტი ხომ არ იყო მასთან და აი ოქტიაბრსკაიაზე ყველაფერი შეიცვალა სრულიად ბუნებრივად. სადგურის დანახვისთანავე საშას ყველაფერი დაავიწყდა. ბოლო დღეებში ისეთი ადგილები ნახა, რომელთა არსებობასაც უწინ ვერც კი წარმოიდგენდა, მაგრამ ოქტიაბრსკაია თავისი მოკაზმულობით ნებისმიერ მათგანს ჩრდილავდა. გრანიტის იატაკზე დაობებულ ხალიჩებსაც კი ძველი მოხატულობა ჯერ კიდევ შემორჩენოდა. გაპრიალებული ჩირაღდნის ფორმის სანათები დარბაზს რძისფერ თანაბარ შუქს ფენდა. აქა-იქ დადგმულ მაგიდებთან ადამიანები ისხდნენ, რომლებიც ერთმანეთს თითო ორ-ორ სიტყვას ესროდნენ და ქაღალდებს აწვდიდნენ. რა სიმდიდრეა! დაბნეულ საშას თავის აქეთ-იქით ტრიალით ლამის კისერი მოსტეხოდა. წრიული ხაზის სადგურები შამფურზე წამოცმულ ღორის მწვაძ მაგონებს გადაუჩურჩულა ლეონიდმა. ზუსტად ისე გაზდით ცხიმი მართლა ხომ არ წავიხემსოთ? დრო არ გვაქვს. თავი გააქმნია გოგონამ იმ იმედით, რომ მისი მუცლის ბუყბუყს მუსიკოსი ვერ გაიგონებდა. კარგი რა, ლეონიდმა სახელოზე მოკაჩა. აქ ერთი ადგილი მეგულება, რაც კი ოდესმე გაგისინჯავს, ვერაფერი შეედრება ამას. ბიჭებო, წინააღმდეგი ხომ არ ხართ, რომ ვიცადილოთ? შესთავაზა მან მცველებს. არ ენერგულოთ, 2 საათში ადგილზე ვიქნებით. ღორის მწვაძზე შემთხვევით კი არ დავიწყე ლაპარაკი. აქ ისეთ მწვაძს აშიშხინებენ. ლამის ლექსად დაიწყო ხორცზე ლაპარაკი. საშა დანებდა. თუ დანიშნულების ადგილამდე 2 საათის გზაა, მაშინ 9 საათიანი საძილი არაფერს შეცვლის. ჯერ კიდევ მთელი დღე აქვთ წინ და ვინ იცის, კიდევ როდი შეძლებენ წახემსებას. მწვადი მართლაც იმსახურებდა ხოტბას, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. ლეონიდმა ერთი ბოთლი სასმელიც მოითხოვა. საშამ ცუდუნებას ვერ გაუძლო და ერთი ჩიქა გადაკრა. დანარჩენი კი მუსიკოსმა და მცველებმა დალიეს. გოგონა უცებ ფეხზე წამოხდა და ლეონიდს მკაცრად უბრძანა ამდგარიყო. არყისგან გაბრუებულმა გვიან შეამჩნია კალთაში ჩადებული ლეონიდის მსუბუქი მგრძნობიანრე მოთავხედო ხელი და მაშინვე მოიშორა. მუსიკოსმა მორჩილად ასწია ხელები, გნებდებიო. გოგონამ კი, რომლის კანმაც შეხების დამახსოვრება მოასწრო, თავისი წამოხტომა ინანა და თავი ჩქმეტით დაისაჯა. თუმცა გადაწყვიტა ტკბილმწარე სადილობის სცენა როგორმე მეხსიერებიდან წაეშალა. უაზრობად ექცია, სიტყვებით გაეუფასურებინა და ასეც მოიქცა. აქ უცნაური ადამიანები არიან, უთხრა უცებ ლეონიდს. რატომ? ლეონიდმა ერთის გადაკრა და როგორც იქნა ადგა. მათ თვალებს რაღაც აკლია. შიმშილი დააზუსტა მუსიკოსმა. არა მხოლოდ ეგ არა. თითქოს სხვა არაფერი უნდათ. მათ მეტი მართლაც არაფერი უნდათ, ჩაიძინა ლეონიდმა. ისინი მაძღრები არიან. ჰანს და დედოფალი აჭმევთ. ჩვეულებრივი მოდუნებული მზერა აქვთ. რაც ჩვენ დღეს სადილობის შემდეგ მოგვრჩა, დასერიოზულდა საშა. მე და მამას 3 დღეს გვეყოფოდა. იქნებ წამოვიღოთ და ვინმეს მივცეთ. ძაღლებს შეაჭმევენ, განუმარტა მუსიკოსმა. აქ ღარიბები არ ყავთ. მაშინ მეზობელ სადგურზე წავიღოთ. იქ სადაც შიმშილია. ჰანზა ქვემოქმედებას არ ცნობს. საუბარში ერთ-ერთი მცველი კოსტილი ჩაერთო. ყველამ თვითონ უნდა გაანძრიოს ხელი. უსაქმურების თრევაღა გვაკლია. შენ თვითონ წრიული ხაზიდან ხარ? დაინტერესდა ლეონიდი. რაც თავი მახსოვს აქ ვცხოვრობ. მაშინ ალბათ ვერ წარმოიდგენ, რომ ზოგჯერ მასაც სჭირდება ჭამა, ვინც წრიულ ხაზზე არ დაბადებულა. მერე და ჭამონ ერთმანეთი, ან იქნებ როგორც წითლები ამბობენ, ჩვენ უნდა წაგვართვან და გაიყონ? მცველი არ ხუმრობდა. თუ კი ყველაფერი ასევე გაგრძელდება, დაიწყო ლეონიდმა. მაშინ რა? გააწყვეტინა მცველმა. ჯობია გაჩუმდე, თორემ უკვე იმდენი ელაპარაკე, დეპორტაციისათვის სრულიად საკმარისია. დეპორტაციისათვის აქამდე საკმარისად ვილაპარაკე, გულგრილად მიუგო მუსიკოსმა. ახლა ხომ ისედაც გვადეპორტებთ. შემიძლია ისეც ჩაგაბარო, როგორც წითლების ჯაშუში, გაცხარდა მცველი. მე კი შენ დაგაბეზღებ სამუშაო დროის ლოთობისთვის. ოხ შენ თვითონ არ გვაპატიეთ, თქვენი გაბრაზება არ უნდოდა. ჩაერია საშა. მუსიკოს სახელზე მოჰკიდა ხელი და საეჭვოდ
აკოშინებულ კოსტილს მოაშორა, თითქმის ძალით გაათრია რელსებისკენ. სადგურის საათს შეხედა და ამოიოხრა. სადილობასა და კამათში თითქმის 2 საათი დაეკარგათ. ჰანტერი კი ალბათ 1 წამითაც არ შეჩერებულა. მთვრალი მუსიკოსი იცინოდა. გზად კულტურის პარკამდე დარაჯებს 1 წამით არ შეუწყვეტიათ ბოროტი ჩურჩული. ლეონიდი თავს ვერ იკავებდა, მაგრამ საშა ხან ძალით აჩუმებდა და ხან დაპირებებით იყოლიებდა. მუსიკოსი ვერადავერ გამოფხიზლებულიყო. სიმთვრალე კი სითამამესაც მატებდა და სითამხედესაც. გოგონა თავიდან ძლივს იშორებდა მას. საერთოდ არ მოგწო, ნუ არ წყინდა ლეონიდს. შენი გემოვნების არ ვარ, ხო? ჩემნაირები არ მოგწოს, კუნთმაგრები გირჩევნია, ნაიარევები. მაშ რატომღა გამომყევი? იმიტომ რომ შენ პირდი. გოგონამ ხელისკურით მოიშორა მთვრალი ლეონიდი. იმისთვის არ წამოყოლივარ რომ მე ისეთი არ ვარ. გამოაჯავრა მუსიკოსმა და სევდიანად ამოიოხრა, რომ ცოდნო და ასეთი უკარება იყავი. ახლა ამაზე ფიქრი როგორ შეგიძლია? იქ ხომ ცოცხალი ადამიანები არიან, ყველანი დაიხოცებიან, თუკი ვერ მოვასწრებთ და მე რა შემიძლია? ფეხებს ძლივს მოვათრე, ვიცი როგორი მძიმეა? აი სადე ადამიანები სადაც დაიხოცებიან, ხვალ ან 10 წლის შემდეგ. შენც, მეც. ანუ იცრუე, მომატყუე? ხომ მითხრა ჰომეროსმა, ხომ გამაფრთხილა, სად მივდივართ? არა, გინდა დავიფიცო რომ არ გატყუებდი? აი ნახავ, ბოდიშსაც მომიხდი. შეგწხვება, მოხვალ და მეტყვი, ლეონიდ როგორ მწხვენია? სად მივდივართ? მივდივართ რთული გზით, ზურმუხტ ქალაქში. ლა, რთული გზით მუსიკოსმა სიმღერა წამოიწყო. თან საჩვენებელთიც დირიჟორივით იქნებოდა. ხელიდან ფლეიტის ყუთი გაუვარდა, შეიგინა, ასაღებად დაიხარა და წაქცევისგან ძლივს შეიკავა თავი. შელოთო, კიევსკაიამდე შეძლებ კი შენი ფეხით მისვლას? მიაძახა მას ერთ-ერთმა მცველმა. თქვენი ლოცვით, თავი დაუკრა მუსიკოსმა და სიმღერა განაგრძო და ელი დაბრუნდება ტოტოშკასთან ერთად ჰამ სახლისაკენ. ჰომეროს არასოდეს ჯეროდა პოლიანკას ლეგენდის და აი სადგურმა გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა მისთვის. ზოგიერთები მას ბედის სადგურს ეძახდნენ და როგორც ორაკულს ისესცემდნენ პატივს. ზოგს ჯეროდა რომ ცხოვრების გადამწყვეტ მომენტში აქ მომლოცველობას შეუძლია მომავალს ფარ დაახადოს. მოგცეს მინიშნება და გასაღები, გიწინასწარმეტყველოს და წინასწარ განგისაზღვროს მომავალი. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცოდა რომ სადგურში მიწიდან მომწამვლელი აირები იფრქვეოდა, რომლებიც წარმოსახვას ამძაფრებს და ჰალუცინაციებს იწვევს. ეშმაკვა დაალახვროს, სკეპტიკოსები, რას უნდა ნიშნავდეს ეს ხილვა? მოხუც ეგონა რომ საიდუმლოს ამოხსნისგან ერთი ნაბიჯი აშორებდა, მაგრამ აზრები ერთმანეთში ერეოდა და ეფანტებოდა. თვალწინ ჰანტერი უდგებოდა, რომელიც ჰაერს შავტანიანი დანით შეხავდა. რას არ მისცემდა ჰომეროსი ოღონდ გაეგო, რას ხედავდა ჰანტერი, როდესაც ებრძოდა. რა ურთა ბრძოლა დასრულდა მისი დამარცხებით თუ დაღუპვით. რაზე ფიქრობ? მოულოდნელობისგან მოხუც შიგნეულობაში სპაზმმა დაუარა. განსაკუთრებული მიზეზის გარეშე ადრე ჰანტერს მასთან საუბარი არასოდეს წამოუწყია, მხოლოდ ბრძანებები და ჩაბურტყუნებული პასუხები. ისი არაფერზე, ენა დაება ჰომეროს. ფიქრობ, მესმის, მშვიდად წარმოთქვა ჰანტერმა. ჩემზე. გეშინია? ახლა არა, იცრუა მოხუცმა. ნუ გეშინია, შენ ხელს არ გახლებ, შენ რაღაცას მახსენებ. რას? ნახევარწუთიანი დუმილის შემდეგ ფრთხილად კითხა ჰომეროსმა. რაღაცას ჩემს შესახებ, რაც მე დამავიწყდა, შენ კი მახსენებ. ჰანტერი მარცვალ ლაპარაკობდა, ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს, თან წინ სიბნელეში იყურებოდა. ანუ ამისთვის წამომიყვანე? ჰომეროსი ერთდროულად იმედგაცრუებულიც იყო და აფორიაქებულიც. სულ სხვა რამეს ელოდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ეს მოგონება გონებაში კარგად შევინახო. ძალიან მნიშვნელოვანია, უპასუხა ბრიგადირმა. სხვებისთვისაც მნიშვნელოვანია რომ მე წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება როგორც უკვე მოხდა. მეხსიერების პრობლემა გააქვს? მოხუცი პარვით ფრთხილად ეკითხებოდა, თითქოს დანაღმულ ველზე მიაბიჯებდა. რამე შეგემთხვა? მე ყველაფერი მშვენივრად მახსოვს, მოკლედ მოუჭრა მან. საკუთარი თავის გარდა და მეშინია სულ არ დამავიწყდეს. შემახსენე ხოლმე, კარგი? კარგი, თავი დაუქნია ჰომეროსმა, თუმცა მისი თავის ქნება ჰანტერს არ დაუნახავს. ადრე ყველაფერს აზრი ჰქონდა, მძიმედ ამოთქვა ბრიგადირმა. ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი. ვიცავდი მეტროს, ხალხს, კაფიო დავალება, ნებისმიერი საფრთხის აღმოფხვრა, განადგურება, ამაში იყო აზრი, იყო. მაგრამ ახლაც ხომ? ახლა მე არ ვიცი. რა არის ახლა? მინდა რომ ახლაც ყველაფერი ისევე ცხადი იყოს.
მე ხომ ტყუილად არ ვარსებობ, მე ხომ ბანდიტი არ ვარ, მკვლელი არ ვარ, ამას ადამიანების გამოვაკეთებ. ვცადე ადამიანების გარეშე მეცხოვრა, დამეცვა ისინი, მაგრამ შემეშინდა. ძალიან სწრაფად ვივიწყებდი საკუთარ თავს. ადამიანებთან უნდა დაუბრუნებულიყავი, უნდა დამეცვა ისინი, დავხმარებოდი. არ უნდა დამვიწყებოდა და აი სევასტოპოლსკაია იქ მიმიღეს, იქ არის ჩემი ქოხი, სადგური უნდა გადავარჩინო, უნდა დავეხმარო მათ. რადგან უნდა დამიჯდეს, მგონია რომ თუ ამას გავაკეთებ, თუ საფრთხეს აღმოვფხრავ. ეს დიადი საქმეა, ნამდვილი, შეიძლება მაშინ გამახსენდეს. უნდა გამახსენდეს, ამიტომ უნდა ვიჩქარო, თორემ ის სულ უფრო და უფრო სწრაფად მიდის. ერთ დღეში აუცილებლად უნდა მოვასწრო. ყველაფერი უნდა მოვასწრო. პოლისში მისვლა, დანაყოფის შეკრება და უკან გამობრუნებაც. მანამ კი შენ გამახსენე, კარგი? ჰომეროსმა მორჩილად დაუქნია თავი. ეშინოდა იმის წარმოდგენის რა მოხდებოდა თუ ბრიგადირ საბოლოოდ დაავიწყდებოდა თავისი თავი. ვინ დარჩებოდა მის სხეულში, თუ ჰანტერი საბოლოოდ დაიძინებდა? ის ხომ არა ვისთანაც მან წარმოსახვითი ბრძოლა წააგო? პოლიანკა უკან დარჩა. ჰანტერი პოლისისკენ მიქროდა. როგორც ჯაჭვი და ნაწყვეტილი, რომელმაც ხვერპლი იყვნოს, ან როგორც მგელი, რომელიც თავდამსხმელებს გაურბის. გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. როგორღაც მიაღწიეს კულტურის პარკამდე. ლეონიდი მცველებთან შერიგებას ცდილობდა და ყველას ერთ კარგ რესტორანში ეპატიჟებოდა, მაგრამ მცველები უკვე ფრთხილობდნენ. საპირფარეშოშიც კი ძლივს გაუშვეს მარტო. ერთ-ერთმა მცველმა მათი დარაჯობა აიღო საკუთარ თავზე, მეორემ კი მას რაღაც უჩურჩულა და მიიმალა. ფული კიდევ დაგრჩა? ლეონიდს პირდაპირ მიახალა მცველმა, რომელიც კართან ელოდა. ცოტა. მუსიკოსმა ხელს გულზე 5 ოდეთყვია დაიდო. მომეცი. კოსტილმა თქვენი ჩაშვება გადაწყვიტა. გონია რომ თქვენ წითელი ხაზის პროვოკატორები ხართ. თუ კი ის მართალია, აქ თქვენს ხაზზე გადასასვლელია, გეცოდინება შენ. თუ არა, მაშინ შეგიძლია აქ დაელოდო, სანამ კონტრდაზვერვა მოვა. მათთან კი შენ თვითონ გააგრძელე მოლაპარაკება. გამოააშკარავეს, ხო? ლეონიდი სლოკინის შეკავებას ცდილობდა. კარგი, მიდი, ჩვენ კიდევ დავბრუნდებით. მადლობა სამსახურისთვის. მან ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად. მისმინე, გადასასვლელი გვირაბამდე მიგვიყვანე რა. საშას ხელი დაავლო და სწრაფად, მაგრამ ბორძიკით გაიქცა წინ. როგორი კეთილია, ბურტყუნებდა გზა და გზა. აქ ჩვენს ხაზზე გადასასვლელია, რა ავა იქ 40 მეტრის სიღრმეა. ვითომ არ იცის რომ აქ დიდი ხანია ყველაფერი ამოქოლილია. სად მივდივართ? საშა ვეღარაფერს ხვდებოდა. როგორ თუ სად? წითელ ხაზზე, ხომ გაიგე? პროვოკატორი დაიჭირეს, ამხილეს. ბურტყუნებდა ლეონიდი. შენ წითელი ხარ? ჩემო გოგონა, ახლა ნუ რაფერს მკითხავ, მე ან ფიქრი შემიძლია, ან სირბილი. ახლა კი სირბილი უფრო გვჭირდება. ახლა ჩვენი მეგობარი განგაშს ატეხს და თუ დაგვიჭირეს, ტყვიასაც დაგვახლიან. ფული ხომ ცოტაა ჩვენთვის, ჩვენ მედალი გვჭირდება. ისინი გვირაბში შეცვივდნენ და კედელს მიკრულები კიევსკაიასკენ გაიქცნენ. საშა მიხვდა რომ სადგურამდე მიღწევას მაინც ვერ შეძლებდნენ. თუ მუსიკოსი მართალი იყო, მაშინ მეორე მცველი თვითონ მიუთითებდა თუ საით გაიქცნენ. დაუცებ ლეონიდმა მარცხნივ გაუხვია გვერდითა წითელ გვირაბში. ისეთი თავდაჯერებულობით თითქოს შინ მიდიოდა. რამდენიმე წუთში შორიდანვე დაინახეს დროშები, რიკულები, ტობრებით ამოქოლილი ტყვიამფრქვევის ბუდეები. ძაღლების ყეფაც მოისმა. სასაზღვრო პუნქტი? ნეტა უკვე გააფრთხილეს ისინი გაქცეულთა შესახებ, როგორ აპირებს აქედან თავის დაღწევას და ვისი მიწა იწყება ბარიკადის მეორე მხარეს? დარაჯმა უცებ მოირბინა და მუსიკოსმა მას უცნაური საბუთი მიაჩეჩა. მე ალბერტ მიხაილოვიჩისგან ვარ, მეორე ნაპირზე მინდა მოხვედრა. ჩვეულებრივი ტარიფით, საბუთში ჩაიხედა დარაჯმა. ქალბატონი საბუთებისადაა? ორმაგი იყოს. ლეონიდმა ჯიმეები ამოიბრუნა და ბოლო ტყვიები ამოალაგა. და მოდი ვითომ ქალბატონი არ გინახავს, კარგი? მოდის გარეშე, გამკაცრდა მესაზღვრე. თქვენ ბაზარში ხომ არ გონიათ თავი, აქ სამართლებრივი სახელმწიფოა. როგორ გეკადრება, თვითონ შეეშიდა მუსიკოს. უბრალოდ ვიფიქრე, რადგან საბაზრო ეკონომიკაა, შეიძლებოდა შევაჭრება. არ ვიცოდი, რომ აქ სხვანაირად იყო. 5 წუთის შემდეგ საშაც და გაჩეჩილი, ტანსაცმელი დაჭმუჭნული, ყვრიმალებ დასიებული და ცხვირპირ დასისხლიანებული ლეონიდიც ერთ პატარა კაფელის კედლებიან ოთახში შეყარეს. რკინის კარმა დაიგრუხნა და ჩამობნელდა. ლეონიდი გაძუყნეს მოკლედ.
უკუნეთ სიბნელეში დარჩენილ ადამიანს შეგრძნებები უმძაფრდება, სუნიც უფრო საგრძნობი ხდება, ხმებიც უფრო ხმამაღალი, კარცერის იატაკზე გავთავებელი ფხაკუნი ისმოდა და შარდის აუტანელი სუნი იდგა, მაგრამ მუსიკოსი სიმთვრალის გამო მგონით ტკივილსაც კი ვერ გრძნობდა. ცოტა ხანს რაღაცას ბუტბუტებდა, მერე კი ფშვინვა ამოუშვა. დევრის ნამდვილად აღარ ეშინოდა და არც ის აღელვდა თუ რა ბედი ეწეოდა საშას საბუთებისა და ახსნა განმარტებების გარეშე ჰანზას საზღვრის გადაკვეთის გამო. ასევე სრულებით არ ანაღულებდა ტულსკაიას ბედი. მეზიზღები უმწეოდ ჩაილაპარაკა საშამ. ლეონიდისთვის ესეც სულ ერთი იყო. წყდიანში თანდათან პატარა ხვრელი გამოიკვეთა. კარის შუშის საჭვრეტელი. სხვა ყველაფერი უხილავი რჩებოდა, მაგრამ ეს ნახვრეტით საკმარისი იყო საშასთვის. ხელის ცეცებით მიცოცდა და კარს თავისი პატარა მუშტები დაუშინა. კარი აგუგუნდა, მაგრამ არა მცველების გასაგონად. დრო გადიოდა. ნეტად დროის დატყვევება ყოფილიყო შესაძლებელი. იქნებ ლეონიდმა განზრახ მოიყვანა აქ, უნდოდა მოხუცისა და ჰანტერისთვის დაეშორებინა? ჯაჭვინა გამოიყვანა აქ შემოიტყვევინა? და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ საშამ სახელოში ჩარგო და ატირდა. სახელოდ სრემსაც იწოვდა და ხმასაც ახშობდა. შენ ოდესმე გინახავს ვარსკვლავები? მოესმა უცებ ლეონიდის ჯერ კიდევ ნასვამი ხმა. არ უპასუხა. მეც მხოლოდ ფოტოზე მაქვს ნანახი, განაგრძო მუსიკოსმა. მზე ძლივს აღწევს მტვერსა და ღრუბლებში, მათ კი ძალა არ ყოფნით. ახლა შენმა ტირილმა გამაღვიძა და ვიფიქრე, ნამდვილი ვარსკვლავი დავინახე მეთქი. ეს კარი სათვალთვალო ჭუჭრუტანაა, საშამ ცრემლები გადაყლაპა. ვიცი, მაგრამ იცი მე რა მაინტერესებს? ჩაახვილა ლეონიდმა. ანდრე, ვინც გვიყურებდა ზეცი და ნათასი თვალით, რატომ შეგვაქცია ზურგი? ცაში არასდროს არავინ ყოფილა, თავი გააქნია საშამ. მე კი მინდა მჯეროდეს, რომ ვიღაცა მაინც გვადევნებს თვალყურს, თქვა ჩაფიქრებულმა მუსიკოსმა. ამ ბნელ კამერაშიც კი არავის ვაინტერესებთ. თვალებით ცრემლიანმა საშამ ისევ ბრახუნი ატეხა კარზე. ეს შენ მოაწყვე ხომ, რო ვერ მოგვესწრო? თუ კი ფიქრობ, რომ არავინაა რისთვის აკაკუნებ? კითხა ლეონიდმა. ფეხებზე გკიდია, თუ ყველა ავანტყოფი მოკვდება. ასეთი წარმოდგენა გაქვს ჩემზე? საწყენია. ამოიოხრა ლეონიდმა, მაგრამ გონი არც შენ გარბიხარ ავადმყოფებთან. შენ იმის გეშინია, რომ თუ შენი შეყვარებული მათ დასახოცად წავა, თვითონაც დაავადდება. წამალი კი ჯერაც არ არსებობს. ტყუილია. საშა თავს ძლივს იკავებდა, რომ არ დაერტყა მისთვის. სიმართლეა, სიმართლე. ლეონიდმა წრიპინა ხმით გამოაჯავრა გოგონას. მაინც რა არის ამ მასში ისეთი? საშას მისთვის არაფრის ახსნა არ უნდოდა. საერთოდ მასთან ლაპარაკი არ უნდოდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა. მე მას ვჭირდები, მართლა ვჭირდები. უჩემო დაიღუპება, შენ კი უბრალოდ სათამაშო გჭირდება. თქვად შენ მას ჭირდები, ძალიანაც არა, მაგრამ უარსაც არ იტყვის, მაგრამ შენ რაში გჭირდება ის ტყიური ბოროტმოქმედები გიზიდავს? თუ დაკარგული სული გინდა გადაარჩინო? საშა გაჩუნდა. როგორ მარტივად კითხულობდა მუსიკოსი მის გრძნობებს, იქნებ იმიტომ, რომ მისი გრძნობები არაფრით იყო გამორჩეული, ან იმიტომ, რომ მათი დამალვა არ შეეძლო, ის სუსტი და გაუცნობიერებელი რამ, რისი სიტყვებით გადმოცემაც გოგონას არ გამოსდიოდა, მუსიკოსის ბაგეებიდან საწყენად და უხამსად კი ჟღერდა. მეზიზღები, ბოლოს და ბოლოს თქვა საშამ. არა უშავს, მაინც და მაინც არც მე მეხატები გულზე, ჩაიცინა ლეონიდმა. საშა იატაკზე დაეშვა და თვალებიდან ისევ ცრემლები გადმოსვიდა. ამჯერად არა სიბრაზისგან, არამედ უძლურებისგან, სანამ მასზე ჯერ კიდევ იყო რაღაც დამოკიდებული, ის დანებებას არ აპირებდა, მაგრამ ახლა ყრუ კარცერში ყრუ თანამგზავრთან ერთად აღარანაირი შანსი არ რჩებოდა მისი ვინმეს გაეგო. არც კაკუნს ჰქონდა აზრი და არც ყვირილს, ვერავის დაიყოლიებდა. მის თვალწინ წამიერად გაიელვა მაღალმა სახლებმა, მწვანე ცამ, მოძრავმა ღრუბლებმა, მოცინარმა ადამიანებმა. იმ ზაფხულის წვიმის თბილი წვეთები ეცემოდა სახეზე, რომელზეც მოხუცი უამბობდა. წამიერმა ზმანებამ სუბუქი საოცარი განწყობით აავსო. სასწაული მინდა. თავისთვის ჩაილაპარაკა საშამ და ტუჩი მოიკვნიტა. დერეფანში ტუმბლერმა გაიჩხაკუნა. საკანი კი აუტანელმა სინათლემ დატბორა. მეტროს წმინდა დედაქალაქში შესასვლელიდან 10 მეტრში ცივილიზაციის მარმარილოს აკლდამაში ვერცხლის წყლის ნათურების თეთრ სინათლესთან ერთად სიმშვიდესა და აღორძინების დადებითი აურა სუფევდა. პოლისში შუქს არ ზოგავდნენ, რადგან მისი მაგიურობისაა სჯეროდათ.
ჭარბი სინათლე მათ იმ დროს ახსენებდა, როდესაც ადამიანი წვდიადის მტაცებელი ცხოველი არ იყო. აქ პერიფერიიდან მოსული ბარბაროსებიც კი თავშეკავებულად იქცეოდნენ. პოლისის ბლოკპოსტები უფრო საბჭოთა სამინისტროებში შესასვლელს გავდა. მაგიდა, სკამი, სუფთა სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ორი ოფიცერი სამხედრო ქუდით. საბუთების კონტროლი, პირადი ნივთების ჩხრეკა, მოხუცმა ჯიბეში პასპორტი მოძებნა. სავიზო რეჟიმი გააუქმეს, ამიტომ წესით პრობლემები არ უნდა შექმნოდა. ოფიცერს წვანწიგნა კი გაუწოდა და ბრიგადირს გადახედა, რომელიც ისე ჩაფლული იყო ფიქრებში, რომ მესაზღვრის შეკითხვა არც გაუგია. აქვს კი საერთოდ პასპორტი, დაიჭვდა ჰომეროსი. მაშ რის იმედით მოიჩქარო და აქ უკანასკნელად ვიმეორებ. ოფიცერმა იარაღის პრიალა ბუდეზე დაიდო ხელი. წარმოადგინეთ საბუთები ან დაუყოვნებლივ დატოვეთ პოლისის ტერიტორია. ჰომეროსი თავს დადებდა ბრიგადირს არც ამჯერად გაუგონია ოფიცრის მოთხოვნა. უცნაური ძილიდან მხოლოდ ბუდის საკენთითების მოძრაობამ გამოიყვანა. გამოფხიზლებულმა ჰანტერმა ელვის სისწრაფით გაშალა ხელი და პირდაპირ ხორხში დაარტყა ოფიცერს. მესაზღვრე გალურჯდა და ახროტინებული სკამიანად გადავარდა უკან. მეორემ გაქცევა სცადა, მაგრამ მოხუცმა იცოდა, რომ ვერ მოასწრებდა. ჰანტერის ხელში, როგორც შულერის ხელში ტუზი, ისე გაჩნდა შავით დაფერილი პისტოლეტი. მოიცადე, შეძახა ჰომეროსმა. ბრიგადირი წამით შეყოვნდა. გაქცეულ მესაზღვრეს კი ეყო ეს დრო, რომ პლატფორმაზე ასვლა მოესწრო და დამალულიყო. დაანებე თავი, ჩვენ ტუსკაიაზე უნდა წავიდეთ. შენ ვალდებული ხარ, ხომ თხოვე შემეხსენებინა, მე შეწყვიტე. მოხუცს უთქვა ეკრო და სიტყვებს ეძებდა. ტუსკაიაზე უაზროდ გაიმეორა ჰანტერმა. ჰო, ჯობია ტუსკაიამდე მოვითფინო, მართალი ხარ. ის მაგიდისკენ დაიხარა და თავისი მძიმე პისტოლეტი დადო. რომ ჰომეროსმა კი დრო იხელთა ხელებაწეული თაღებიდან გამოსული დაცვის წევრებისაკენ გაიქცა. არის სროლოთ, ის გნებდებათ, არის სროლოთ, გთხოვთ. ჰომეროსი დაიჭირეს, სასწრაფოდ მოგლიჯეს რესპირატორი და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს ახსნა განმარტების უფლება. ბრიგადირი ისევ უცნაურ ძილს მისცემოდა და არ ერეოდა. მან მცველებს უფლება მისცა განეიარაღებინათ და უსიტყვოდ გაჰყვა გალიაში. ფიცანაგზე ჩამოჯდა, თავი ასწია და ამოიოხრა. აქ ერთი ადამიანი უნდა მოძებნო, მელნიკი. აქ მოიყვანე, დაგელოდები. მოხუცმა თავი დაუქნია. მაშინვე შესასვლელში შეჯგუფებულ მცველებსა და ცნობის მოყარებს შორის გაძვრა და უცებ გაიგონა. ჰომეროს მოხუცი გაშეშდა. აქამდე არასოდეს მიუმართავს ჰანტერს სახელით. მოხუცი არმატურის მავთულებისგან არასაიმედოდ შეკრულ გალიასთან დაბრუნდა. კითხვით შეხედა ჰანტერს, რომელსაც ხელები ტანზე ისე შემოეხვია, თითქოს ცივაო. მან უსიცოცხლო ყრუხმით უთხრა: მალე. კარი გაიღო და შიგ ფრთხილად შემოიხედა ჯარისკაცმა, რომელმაც მუსიკოს რამდენიმე საათის წინ სახეშის თხრიშა. მას პანღური ამოჰკრეს და საკანში შეაგდეს. სამხედრომ წაქცევისგან თავი ძლივ შეიმაგრა, გასწორდა და ეჭვით მიიხედა უკან. გასასვლელში გამხდარი სათვალიანი სამხედრო იდგა. ქურთუკის სამხრეულებზე ვარსკვლავები ჰქონდა დამაგრებული. თხელი ქერათმა უკან გადაეყარა. მიდი ნაგავო, კბილებში გამოსცრა მან. მე ალუღლუღდა მესაზღვრე. ნუ გერიდება, გაამხნევა ოფიცერმა. ბოდიშ გიხდით ჩემი საქციელისთვის და მე თქვენ არ შემიძლია პლუს 10 დღე. დამარტყი, უთხრა ჯარისკაცმა ლეონიდს. ალბერტ მიხაილოვიჩ, გაუღიმნა თვალები მოჭუტულმა მუსიკოსმა ოფიცერს. უკვე რახანია გელოდებით. საღამო მშვიდობისა. მანასცა და გაღიმება. აი მოვედი სამართლიანობის აღსადგენად. შურს იძიებთ? ხელებს უნდა გაუფრთხილდე. წამოდგა ლეონიდი და გაიზმორა. აჯობებს თქვენ თვითონ დასაჯოთ. მთელი სიმკაცრით თავი დაუკრა ალბერტ მიხაილოვიჩმა. ერთი თვე ჰავთვახტი და ცხადია ამ თავხედის მობუდიშებას უერთდები. ლეონიდმა უნებურად ღაწვი მოისრისა. ეს ხომ ჩვენ შორის დარჩება? ოფიცრის ფოლადისებურმა ხმამ დაიჭრიალა. მე როგორც ხედავთ, კონტრაბანდა გამყავს. ლეონიდმა საშაზე მიანიშნა. გამოიჩენთ შემწყდარებლობას? გავაფორმებთ. დაპირდა ალბერტ მიხაილოვიჩი. დამნაშავე მესაზღვრე საკანში დატოვეს. კარი ჩაკეტეს და ოფიცერი მათ ვიწრო დერეფანში გაუყვა. შენ აღარ გამოყვები, ხმამაღლა უთხრა საშამ მუსიკოს. და თუ კი გეტყვი რომ მართლა იმ ზურმუხტ ქალაქში მივდივართ, ყოყმანით ძლივს გასაგონად კითხა ლეონიდმა. თუ გეტყვი რომ შემთხვევით არ ვიცი მის შესახებ ბაბუაშენზე მეტი,
რომ ჩემი თვალით მოხს ნანახი და არა მხოლოდ ნანახი, რომ ნამყოფი ვარ იქ და არა მხოლოდ ნამყოფი, იტყუები და რომ ის მუსიკოსმა თავით წინ მიმავალ ოფიცერზე მიანიშნა. ტყუილად არ მელაქუცება, იცი საიდან ვარ და ეშინია. ზურმუხტ ქალაქში ყველაფერია და ალბათ შენი წამალიც მოიძებნება. იქამდე კი სულ სამიოდე სადგური დარჩა. იტყუები. იცი რა? გაბრაზდა ლეონიდი. როცა სასწაულს ითხოვ, მის დასაჯერებლადაც მზად უნდა იყო, თორემ შემჩნევას ვერ შეძლებ. სასწაულისა და ფოკუსების ერთმანეთისგან გარჩევაც უნდა შეგეძლოს, შეუღრინა საშამ და ეს შენ მასწავლე. მე თავიდანვე ვიცოდი რომ გამოგვიშვებდნენ. უპასუხა მან, უბრალოდ ეფექტის გაფუჭება არ მინდოდა. დროის გაყვანა გინდოდა, მაგრამ შენ არ მომიტყუები ხარ, ავადმყოფობის წამალი არსებობს. საგუშაგოსთან ოფიცერმა, რომელიც ხანდახან ცნობის მოყარედ მოხედავდა ხოლმე მათ, მუსიკოს ნივთები, ტყვიები და საბუთები დაუბრუნა. აბა რა გადაწყვიტეთ, ლეონიდ ნიკოლაევიჩ? სამხედრო სალამი მისცა მუსიკოს. კონტრაბანდა თან მიყავთ თუ საზღვარზე ტოვებთ? თან, მოიბუზა საშამ. მაშინ გაბედნიერებას გისურვებთ. დალოცა ისინი ალბერტ მიხაილოვიჩმა და სამ რიგად განლაგებული ბრუსტვერების გასწვრივ გააცილა. გზა და გზა მეტყვი ამფრქვევები ფეხზე დგებოდნენ. გისოსებისა და რელსებისაგან შედუღებული ზღარბების გასწვრივ გაიარეს. იმპორტთან დაკავშირებით იმედია პრობლემები არ შეგექმნებათ. იმედი გამოთქვა ოფიცერმა. გავალთ როგორმე, გაუღიმა ლეონიდმა. ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ პატიოსანი ჩინოვნიკები არსად არ არსებობენ და რაც უფრო მკაცრია რეჟიმი, მით უფრო ცოტაა გადასახდელი. უბრალოდ უნდა იცოდე, სად შეიტანო ფული. ფიქრობ თქვენ ჯადოსნური სიტყვაც გეყოფათ, ჩაიცინა ოფიცერმა. ჯერჯერობით ყველაზე არ მოქმედებს. ლეონიდმა ისევ ყურიმალზე მოიკიდა ხელი. როგორც იტყვიან, მე ჯერ მხოლოდ ვსწავლობ ჯადოქრობას. სასიამოვნო იქნება თქვენთან საქმის დაჭერა, როდესაც სწავლას დაასრულებთ. ალბერტ მიხაილოვიჩმა თავი დაუკრა და უკან გაბრუნდა. ბოლო ჯარისკაცმა მათ მსხვილ გისოსებიანი ჭიშკარი გაუღო, რომელიც გვირას მთელ სიგრძეზე კეტავდა. მის მიღმა კი ცარიელი, კარგად განათებული გადასასვლელი იწყებოდა, რომლის კედლებიც ალაგ-ალაგ გამორული და ტყუებისგან ჩამონგრეული იყო. გვირაბის ბოლოში ახალი გამაგრებები და იატაკიდან ჭერამდე გაჭიმული ტილოს დროშები ჩანდა. მათ დანახვაზე საშას გული შეუქანდა. ეს ვისი საგუშაგოა? იკითხა შიშით. როგორ თუ ვისი? გაოცდა ლეონიდი. წითელი ხაზის ცხადია. რამდენ ხანს ოცნებობდა ჰომეროსი კიდევ ერთხელ აქ მოხვედრაზე. რამდენი ხანი გასულიყო აღარ ყოფილა ამ საოცარ ადგილებში. ინტელიგენტებით დასახლებულ ბოროვიცკაიაზე, სადაც კრეოზოტის ტკბილის სუნი იდგა, მყუდრო ბინები პირდაპირ თაღებს შორის ჩაედგათ. დარბაზის შუაში წიგნებით სავსე გრძელ ხის მაგიდებს მკითხველი ბერები და ბრამინები უსხდნენ. მაგიდების თავზე ნაჭრის აბაჟურიანი სანათები ეკიდა. აქ საოცარი სიზუსტით აღედგინათ ომამდელი წლების სადისკუსიო სამზარეულოების სული. თეთრსა და ბრინჯაოსფერ მეფურ არბაცკაიაზე, სადაც მკაცრი წესრიგი იყო, აქ საქმიანი სამხედროები ისე უკმაყოფილად ხვნეშოდნენ, თითქოს მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ აპოკალიფსთან. უძველეს ლენინის სახელობის ბიბლიოთეკაზე, რომლისთვისაც სახელის გადარქმევა დააგვიანეს, სანამ აზრი ჰქონდა, ის ჯერ კიდევ მაშინ იყო სამყაროსავით ძველი, როდესაც ახალგაზრდა კოლია მეტროში მივიდა სამუშაოდ. ბიბლიოთეკაზე გადასასვლელი თავისი კაპიტნის ბოგით ზუსტად პლატფორმის შუაში მდებარეობდა. გულმოდგინეთ, მაგრამ უნიათოდ აღედგინათ ჭერის ჩუქურთმები. მუდამ ნახევრად ჩაბნელებულ ალექსანდროვის ბაღზე, მაღალჭერიანსა და კუთხოვანზე, რომელიც თავის კომკავშირულ ახალგაზრდობაზე მოტირალ პოდაგრიან თვალისჩინ დაკარგულ მოხუც მოგაგონებდათ. ჰომეროს ყოველთვის აინტერესებდა, გამდენ თუ არა სადგურები თავიანთ მშენებლებს. იყო თუ არა მისი ავტოპორტრეტი, ვინც დააპროექტა. ერთი რამის თქმა კი ნამდვილად შეეძლო. სადგური თავის კვალს ასვამდა, ხასიათს უნაწილებდა, თავის განწყობასა და ავადმყოფობას გადასდებდა თავის მკვიდრს. თუმცა თავად ჰომეროსი თავისი შეხედულებებით, მარადიული ფიქრებითა და უკურნებელი ნოსტალგიით ნამდვილად არ ეკუთვნოდა მკაცრ სევასტოპოლსკაიას. ის წარსულივით ნათელი პოლისის საკუთრება იყო. მაგრამ ახლა, როცა ბოლოს და ბოლოს აქ მოხვდა, ერთი ზედმეტი წუთიც არ ჰქონდა ამ ხმაურიან დარბაზებში გაევლო. მისი ჩუქურთმები დამტკბარიყო, ეფანტაზიორა, დრო არ ითმენდა. ჰანტერმა ძლივს მოახერხა დაემორჩილებინა და
გალიაში ჩაესვა თავისი შინაგანი, საშინელი არსება, რომელსაც დროდადრო ადამიანებით კვებავდა, თუმცა ალბათ დროებით, ამიტომ ჰომეროს უნდა ეჩქარა. მან მელნიკის პოვნას თხოვა, რა არის ეს, სახელია, მეტსახელია, პაროლია? ამ სიტყვის ხმამაღლა წარმოთქმამ ცველებზე წარმოუდგენელი ზემოქმედება მოახდინა. დაჭერილი ბრიგადირის ტრიბუნალის შესახებ საუბრები შეწყდა. ხელბორკილები კი, რომელიც კინაღამ ჰომეროსაც დაადეს, მაგიდის უჯრაში დააბრუნეს. დაცვის ღიპიანმა უფროსმა თავად ითავა მოხუცის მასთან მიყვანა. ჰომეროსი გამცილებელთან ერთად ავიდა კიბეზე, გაიარა გადასასვლელი და გავიდა არბაცკაიაზე. შეჩერდნენ კარებთან, რომელსაც ორი სამხედრო ფორმიანი იცავდა. სახეზე ეტყობოდათ, რომ პროფესიონალი მკვლელები იყვნენ. მათ ზურგს უკან ოთახების მწკრივი იწყებოდა. ღიპიანმა ჰომეროს დალოდებას თხოვა, თვითონ კი დერეფანს გაუყვა. 3 წუთიც არ იყო გასული, რომ უკან დაბრუნდა. მოხუცი გაოცებით შეათვალიერა და შიგნით შესვლას თხოვა. ვიწრო დერეფნიდან საოცრად ფართო კაბინეტში შევიდნენ, რომლის კედლებიც მთლიანად რუკებით, სქემებით, ჩანაწერებით და დაშიფრული წარწერებით, ფოტოსურათებითა და ნახატებით იყო დაფარული. მუხის მაგიდასთან იჯდა ასაკოვანი გამხდარი მამაკაცი, ისეთი ფართო ბეჭებით თითქოს ნაბადი ჰქონდა მოხურული. კიტელიდან მხოლოდ ერთი მარცხენა ხელი უჩანდა. ჰომეროსი დააკვირდა და მიხვდა, მარჯვენა თითქმის მთლიანად პარალიზებული ჰქონდა. კაბინეტის პატრონი საკმაოდ მაღალი ჩანდა. სიმაღლით ფეხზე მდგომ ჰომეროს უტოლდებოდა. გმადლობთ, უთხრა მან ღიპიანს და ღიპიანმაც დანანებით გაიხურა კარი. ვინ ხართ? ნიკოლაი ივანოვიჩ ნიკოლაევი. დაიბნა მოხუცი. შეწყვიტეთ ცირკი. თუ კი ამბობთ, რომ თქვენთან ერთადაა ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელიც 1 წლის წინ დაუმარხე, მაშინ ამის მიზეზიც უნდა გქონდეთ. ვინ ხართ? არავინ, ჰომეროსი არ იტყუებოდა. საქმე მე არ მეხება, ის ნამდვილად ცოცხალია. თქვენ უბრალოდ უნდა მენდოთ და გამომყვეთ სასწრაფოდ. გონია, რომ ეს ან მახია, ან იდიოტური ხუმრობა, ან უბრალოდ შეცდომა. მელნიკმა სიგარეტს მოუკიდა და მოხუც სახეში შეაბოლა. რა კი მისი სახელი იცით და ჩემთან მოხვედით, მაშინ მისი ისტორიაც უნდა იცოდეთ. უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ მას მთელი 1 წლის განმავლობაში ყოველდღე ვეძებდით. ამ ძებნაში რამდენიმე ადამიანი დავკარგეთ კიდეც. ჯანდაბა, უნდა იცოდეთ, როგორი მნიშვნელოვანი იყო ის ჩვენთვის. ის ჩემი მარჯვენა ხელი იყო. მან ცალკმად გაიღიმა. მე არაფერი არ ვიცი, ის არაფერს ყვება. მოხუცმა თავი მხრებში ჩარგო. გთხოვთ უბრალოდ ბოროვიცკაიაზე გამომყევით. დრო ძალიან ცოტა გვაქვს. არსად გამოყოლას არ ვაპირებ და ამისათვის საპატიო მიზეზი მაქვს. მელნიკმა ხელი მაგიდის ქვეშ ჩასწია და უცნაურად გაიწია უკან, ისე რომ ადგილიდან არ ამდგარა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გაანალიზა მოხუცმა, რომ ის ეტლში იჯდა. ასე რომ მოდი მშვიდად ვისაუბროთ. მინდა გავიგო რა მიზნით ხართ მოსული? ღმერთო ჩემო. მოხუცს ყველა იმედი გადაეწულა, რომ რამეს გააგებინებ და გაკერპებულ კაცს. უბრალოდ დამიჯერეთ, ის ცოცხალია და გალიაში ზის ბოროვიცკაიაზე. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ჯერ კიდევ არის. მინდა რომ დაგიჯეროთ. მელნიკი გაჩუმდა და სიგარეტი გააბოლა. ოთახში ისმოდა, როგორც კაცუნობდა, იხვეოდა და იწვევდა სიგარეტის ქაღალდი. მაგრამ სასწაულები არ ხდება, გამაღიზიანეთ. კარგი, მე ჩემი ვერსები მაქვს, ვისი ხუმრობაა ეს, მაგრამ ამას სპეციალურად განწვრთნილი ადამიანები შეამოწმებენ. ის ტელეფონისკენ გაიწია. რატომ ეშინია ასე ძალიან შავების? მოულოდნელად იკითხა მოხუცმა და შეკითხვამ თავად შეაცმუნა. მელნიკმა ფრთხილად დაკიდა ყურუმლი ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს და სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩააგდო. ჯანდაბა, წამოვალ ბოროვიცკაიაზე, დათანხმდა ის. მე იქ არ წამოვალ, გამიშვი აქ ვრჩები. საშა არ ხუმრობდა, არც კეკლუცობდა. უჭირდა გაეხსენებინა ზულდა თუ არა მამამის ვინმე წითლებზე მეტად. მამას მათ წაართვეს ძალაუფლება და იმის ნაცვლად რომ მოეკლათ, გაურკვეველი მიზეზით მრავალწლიანი დამცირებისა და ტანჯვისთვის გასწირეს. მამამ ვერ შეძლო იმ ადამიანებისთვის ეპატიებინა, ვინც მის წინააღმდეგ აჯანყდა. ვინც მოღალატეები წააქეზა იარაღითა და პროკლამაციებით მოამარაგა. წითელი ფერიც კი შეიძულა. საშა დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილის წინ მტკიცებით თითქოს აღარავის ბრაზობდა და აღარც შურიზებაზე ფიქრობდა. მამამ მხოლოდ თავის უძლურებას ამართლებდა. ეს ერთადერთი გზაა, თქვა დაბნეულმა ლეონიდმა. ჩვენ კიევსკაიასკენ მივდიოდით, შენ კი სულ სხვაგან მომიყვანე.
ჰანზა 10 წლეულებია წითლებს ეომება. პირველსავე შემთხვევაში ვერ ვეტყოდი რომ კომუნისტებთან მივდიოდი. იძულებული ვიყავი მეცხრუა. სიცრუის გარეშე საერთოდ არ შეგიძლია. ჭიშკარი სპორტსმენაიას შემდეგაა. როგორც გითხარი, სპორტსმენაია წითელი ხაზის ბოლოსადგურია მეტროს ჩამოგრეული მიწის ზედა გადასასვლელის წინ. ვერაფერს იზამ. იქ როგორ მოხვდებით? მე პასპორტი არ მაქვს. საშა მუსიკოს თვალს არ აშორებდა. მენდე გაუღიმა მან. ადამიანი ყოველთვის შეძლებს მეორე ადამიანთან მოლაპარაკებას. დიდება კორუფციას. ლეონიდს საშას პროტესტისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მაჟაში ჩაავლო ხელი და თან წაიყვანა. დროშებს, რომლებიც ჭერიდან ეშვებოდა, თავდაცვის მეორე ხაზის პროჟექტორები აელვარებდა. გვირაბის ორი პირი კი აფრიალებდა და გოგონას ეჩვენებოდა, რომ ის ორ კამკამა ჩანჩქერს ხედავდა. ეს ნიშანი იყო? იმის მიხედვით, რაც გოგონას წითელი ხაზის შესახებ მსმენოდა, ისინი მისადგომებთან უნდა ჩაეცხრილათ. თუმცა ლეონიდი საკმაოდ მშვიდად თავდაჯერებული ღიმილით მიაბიჯებდა წინ. სანამ ბლოკპოსტიდან 30 მეტრში მის მკერდზე პროჟექტორის დიდი ნათება არ დაეცა, მაშინ კი გაჩერდა. ფლეიტის ყუთი იატაკზე დადო და მორჩილად ასწია ხელები ზემოთ. საშამაც მიბაძა. შესამოწმებლად ნამძინარევი გაოცებული მესაზღვრეები მიუახლოვდნენ. ჩანდა მანამდე არასდროს ენახათ საზღვრის მეორე მხრიდან მოსული. მუსიკოსმა მოასწრო და უფროსი სანამ ის საშას საბუთებს მოსთხოვდა, გვერდზე გაიხმო. რაღაც უჩურჩულა და ფოლადმაც გაიწკრიალა. უფროსი მოჯადოებული და დამშვიდებული დაუბრუნდა პოსტს. რგოლის მეთაურმა ისინი პირადად გააცილა ყველა პოსტზე. ხელის დრეზინაზეც კი დასვა და ჯარისკაცებს უბრძანა მგზავრები ფრუნზესკაიაზე წაეყვანა. ჯარისკაცებმა ბერკეტებს ხელი მოკიდეს და ხვნეშით დაძრეს დრეზინა ადგილიდან. საშა დაბღურული ათვალიერებდა იმ ადამიანების ტანსაცმელსა და სახეებს, რომლებსაც მამა მტრებს ეძახდა. არაფერი განსაკუთრებული, გაქუცული და ბამბული ქურთუკები, დალაქავებული ვარსკვლავიანი კეპები, ფართო ღაწვები, ჩაცვენილი ლოყები. ჰანზას გუშაგებივით არ ბრწყინავდნენ, მაგრამ ადამიანური მათშიც არანაკლები იყო. მეტიც მათ თვალებში იკითხებოდა ახალგაზრდული ცნობისმოყვარეობა, რაც წრიული ხაზის მცხოვრებლებისთვის სრულიად უცხო იყო. არიან კი ეს მცველები საშასტრები? მათ ორ მცველს ალბათ გაგონილიც არ ჰქონდა თუ რა მოხდა თითქმის 10 წლის წინ ავტოზავოდსკაიაზე. შესაძლებელია მხოლოდ ტრადიციის გამო გულწრფელად გძულდეს უცნობი ადამიანი? ჯარისკაცები მგზავრებთან გამოლაპარაკებას ვერ ბედავდნენ. როგორ მოახერხე ეს? ჩუმად კითხა საშამ. ჰიპნოზი, თვალ ჩაუკრა ლეონიდმა. რა საბუთებს აჩვენებ ხოლმე? როგორ გატარებენ მაგ საბუთებით ყველგან? სხვადასხვა პასპორტი სხვადასხვა შემთხვევისთვის. პირდაპირ პასუხსთავი არის და მუსიკოსმა. ვინ ხარ ბოლოს და ბოლოს? იმის შიშით, რომ მათი ლაპარაკი არავის გაეგო. საშა იძულებული გახდა ლეონიდს გვერდით მიჯდომოდა. დამკვირვებელი ძლივს გასაგონად უპასუხა მან. საშამ პირზე აიფარა ხელი, რომ კითხვების ნაკადი შეეკავებინა, თორემ ჯარისკაცები უკვე საკმაოდ შესამჩნევად ცდილობდნენ მათი საუბრის აზრის გაგებას. ცდილობდნენ ბერკეტებსაც კი ჩუმად ეჭრიალა. ამასობაში ჩამომხმარ ფერგადასულ და წითელი დროშებით მორთულ სადგურ ფრუნზესკაიაზე მივიდნენ. კედლებზე მოზაიკა ჩამომტვრეული იყო. სვეტები დროს შთაენთქა. სვეტებს შორის გაჭიმულ მავთულზე სუსტი ნათურები ეკიდა, არც ისე მაღალი ადგილობრივების თავს ზემოთ, რათა ტყუილი უბრალოდ არ გაეფლანგათ ძვირფასი ელექტროენერგია. აქ საოცარი სისუფთავე იყო. პლატფორმაზე ერთდროულად რამდენიმე მოუსვენარი დამლაგებელი მიმოდიოდა. სადგურზე ბევრი ხალხი ირეოდა, მაგრამ გასაოცარი ის იყო, რომ რომელ მხარესაც კი გაიხედავდა საშა, ყველაფერი ფორი აქობდა, ხოლო ჩაულიდა თუ არა, ყველაფერი ისევ ჩერდებოდა და ჩუმ შრიალს განაგრძობდა. ხალხი კი თავის საქმეს უბრუნდებოდა. უცხოებს ყველა თვალს არიდებდა, თითქოს ეტიკეტს იცავდნენ. აქ უცხოები იშვიათად მოდიან? კითხა მან ლეონიდს. მეც უცხო ვარ აქ, მხრები აიჩიჩა მუსიკოსმა. აბა, სად ხარ შენიანი? იქ სადაც ადამიანები ასეთი აუტანლად სერიოზულები არ არიან, ჩაიცინა მან. სადაც ესმით, რომ მხოლოდ საჭმლით ადამიანი ვერ გადარჩება, სადაც გუშინდელი დღის დავიწყება არ უნდა, თუნდაც მოგონებებით ტკივილს აყენებდეთ. ზურმუხტ ქალაქზე მომიყევი, ჩუმად სთხოვა საშამ. ისინი რატომ იმალებით? ქალაქის მმართველებს მეტროს მცხოვრებლების
არ სჯერათ. ლეონიდმა საუბარი შეწყვიტა, რომ გვირაბის შესასვლელში მორიგე დარაჯებს დალაპარაკებოდა. შემდეგ საშასთან ერთად მძიმე წვდადში გადაეშვა. სანთებელათი ზეთის ლამპის ფითილს მოუკიდა და განაგრძო. არ სჯერათ, რადგან მეტროში ადამიანები ადამიანურ სახეს კარგავენ. გამოუსწორებლები არიან, რადგან მათ შორის ჯერაც არიან ისინი, რომლებმაც ის საშინელი ომი წამოიწყეს, თუმცა მათ საკუთარი მეგობრებისთვისაც კი ეშინიათ ამისი გამხელა. მეტროში ადამიანების უნდა გეშინოდეს, უნდა გაურბოდე მათ, თვალყური უნდა ადევნო. თუ კი ისინი შეიტყობენ ზრმუხტ ქალაქის შესახებ, გამოჭამენ და მორყვნიან მას, როგორც ჭამენ და ანადგურებენ ყველაფერს, რასაც წვდებიან. დიდი მხატვრების ტილოები დაიწვება ქაღალდიც და ყველაფერი, რაც მასზე იყო. განადგურდება ერთადერთი საზოგადოება, რომელმაც სამართლიანობასა და ჰარმონიას მიაღწია. დაიტბორება დიადი კიდობანი და არაფერი აღარ დარჩება. ვანდალები, რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენ ვერ შევიცვლებით? ეწყინა საშას. ყველა ასე კი არ ფიქრობს, გადახედა მას ლეონიდმა. ზოგი ცდილობს რამე იღონოს, მაინც კარგად არ ცდილობენ. ამოიოხრა საშამ. რა კი ჩემს მოხუცსაც კი არაფერი სმენია მათ შესახებ. სამაგეროდ ვიღაცებმა თავად მათ მოусმინეს. ორაზროვნად თქვა ლეონიდმა. შენ მუსიკას გულისხმობ? მიხვდა საშა. შენ ერთადერთი მათგანი ხარ, ვისაც ჩვენი შეცვლის იმედი აქვს, მაგრამ როგორ? შვენიერების იძულებით შეცნობით. იხუმრა მუსიკოსმა. ეტლს ადიუტანტი მიაგორებდა. მოხუცი კი გვერდით მიყვებოდა, ძლივს ეწეოდა. დრო და დრო უკან მისთვის მიჩენილ მაღალმცველს გახედავდა ხოლმე. თუ კი მართლა არ იცით მთელი ისტორია, ამბობდა მელნიკი, მზად ვარ მოგახსენოთ. კამერაში ხალხს გაართობთ, თუ კი ბოროვიცკაიაზე სხვა აღმოჩნდება. ჰანტერი ორდერის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იყო, ნამდვილი მონადირე. ცხოველის ინტუიცია ჰქონდა და საქმეში ბოლომდე იხარჯებოდა. სწორედ მან იყნოსა წელიწადნახევრის წინ შავები ვედეენხაზე. ნუ თუ არც ამის შესახებ გსმენიათ რამე? ვედეენხაზე? გაიმეორა დაბნეულმა მოხუცმა. ვნებელი მუტანტები, რომლებიც ფიქრებს კითხულობდნენ და უჩინარნი ხდებოდნენ, მეგონა მათ მუქები ერქვათ. მაგას არა აქვს მნიშვნელობა. მოუჭრა მელნიკმა. მან პირველმა გამოჩხრიკა ჭორები და განგაში ატეხა, მაგრამ მაშინ ჩვენ არც ძალა გვქონდა და არც დრო. მე უარი ვუთხარი. სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული. ჰანტერი მარტო წავიდა, ბოლოს როცა დამიკავშირდა, მითხრა, რომ საშინელი არსებები მის ნებას თრგუნავენ, მართავენ, მთელ მიდამოს შიშის ზარს ცემენ. ჰანტერი კი საოცარი მებრძოლი იყო, მთელ ოცეულს უდრიდა. ვიცი, ჩაილაპარაკა ჰომეროსმა და არასდროს არაფრის ეშინოდა. ბიჭი გამოგვიგზავნა წერილით, რომ ზემოთ ადიოდა შავებთან და თუ დაიკარგებოდა, ესე იგი საფრთხე იმაზე დიდი იყო, ვიდრე ფიქრობდა. დაიკარგა, დაიღუპა. ჩვენ შეტყობინების ჩვენი სისტემა გვაქვს. ყოველი ცოცხალი ვალდებულია კვირაში ერთხელ შეგვატყობინოს. ვალდებულია, ის კი უკვე წელიწადზე მეტია დუმს. შავებს რა მოვიდათ? მას მერე რაც მთელი ტერიტორია კარგად გადავთელეთ სმერჩით, შავებისგან აღარაფერი ისმის. ჩაიცინა მელნიკმა. არც გვწერენ, არც გვირეკავენ. ვედეენხაზე გადასასვლელები დაიკეტა და იქაურობა დამშვიდ და ოღონდ ის ბიჭი შეიშალა. თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ცხოვრობს ნორმალური ადამიანური ცხოვრებით, ცოლი მოიყვანა. აი ჰანტერი ჩემს სინდისია. უფროსი კიბეზე რკინის პანდუსით დაეშვა. იქ შეკრებილი ბერები გაფანტა, ქოშინით მოჩანჩალე მოხუც დაელოდა და დაამატა. ბოლოს რაც გითხარი, უმჯობესია კამერაში არ მოყვე. წუთის შემდეგ როგორც იქნა, იზოლატორამდე მიაღწიეს. გალიის კარი მელნიკს არ გაუღია. ადიუტანტს დაეყრდნო, კვნესით წამოდგა. საჭურეთში გაიხედა და წამის მერე დაღლილი თითქოს მთელი გზა არბაცკაიამდე ფეხით გაევლოს, ეტლში დაეშვა. ჩამქრალი მზერით მოხუც შეხედა და განაჩენი ხმამაღლა გამოიტანა. ის არ არის. მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი მუსიკა მე მეკუთვნის, მოულოდნელად სერიოზულად თქვა ლეონიდმა. ვერ ხვდები საიდან ჩნდება ჩემ გონებაში. გონია, რომ უბრალოდ კალაპოტი ვარ, ინსტრუმენტი. როცა მინდა რომ დავუკრა, ზუსტად ისე, როგორც მე მიმაქვს ბაგესთან ჩემი ფლეიტა. ვიღაცას თავის ტუჩებთან მივყავარ და იბადება მელოდია. შთაგონება დაიჩურჩულა საშამ. მასე დაარქვი, ხელები გაშალა მუსიკოსმა. როგორც გინდა იყოს, ეს მე არ მეკუთვნის. ეს ჩემ გარეშე ხდება, გარედან მოდის. უფლება არ მაქვს ის ჩემში დავტოვო. ის
ადამიანებში მოგზაურობს. მე ვიწყებ დაკვრას და ვხედავ, როგორ იკრიბებიან ჩემ გარშემო მდიდრები და ღარიბები, ფუფხით დაფარული და მსუქნები, ბოროტები, უბადრუკები და დიდებულები. ჩემი მუსიკის წყალობით ყველანი ერთ ტონალობაში ექცევიან. მე კამერტონივით ვარ. მე შემიძლია ისინი ჰარმონიაში მოვიყვანო, თუნდაც ცოტა ხნით. არ ვიცი როგორ აგიხსნა. ძალიან კარგად ხსნი, თქვა ჩაფიქრებულმა საშამ. მეც სწორედ ასე ვგრძნობდი. უნდა ვცადო. მათში ამ გრძნობის გაღვივება დაამატა ლეონიდმა. ვიღაცაში დაიღუპება, ვიღაცაში კი გაიხარებს. მე ვერავის ვერ გადავარჩენ. არ მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება. მაგრამ ქალაქის სხვა მცხოვრებლებს რატომ არ უნდათ რომ დაგვეხმარონ? ან რატომ გეშინია იმის აღიარების რომ ამას აკეთებ? ლეონიდი დუმდა, სანამ გვირაბით სადგურ სპორტსნაიაზე არ გავიდნენ. ეს სადგურის ჩამქრალი, გახუნებული ნაძალადებად სადღესასწაულო და ამავდროულად მგლოვიარე იყო. ოღონდ კიდევ უფრო დაბალი და ისეთი ვიწრო იყო, როგორც თავზე შემოხვეული ბინტი. აქ კვამლისა და უფლის სიღარიბისა და მედიდურობის სუნი იდგა. ლეონიდსა და საშას მაშინვე ჯაშუში მიუჩინეს, რომელიც სადაც უნდა წასულიყვნენ, მათგან 10-ოდე ნაბიჯის მოშორებით დაყიალობდა. გოგონას უნდა მაშინვე გაეგრძელებინათ გზა, მაგრამ მუსიკოსმა შეაჩერა. ახლა არ შეიძლება, უნდა მოვიცადოთ. ის სტუმრებისათვის განკუთვნილ ქვის სკამზე მოკალათ და ფუტლიარზე საკეტები გაატკაცუნა. რატომ? კარი მხოლოდ გარკვეულ დროს იღება. ლეონიდმა თვალი აარიდა. როდის? საშამ ციფერბლატი მოძებნა. თუკი ყველაფერი სწორი იყო, თითქ დათქმული დროის ნახევარზე ნაკლები რჩებოდა. გეტყვი. ისევ დრო გაგყავს, შეუბღვირა საშამ. დახმარებას პირდები, მაგრამ სინამდვილეში ჩემს შეყოვნებას ვცდილობ. მართალია, ლეონიდმა ძალა მოიკრიბა და თვალი გაუსწორა. მე შეყოვნებას ვცდილობ. რატომ? რისთვის? მე არ გეთამაშები, დამიჯერე. ვიპოვიდი ვინმეს გასართობად და ცოტა ვინმე თუ მეტყოდა უარს. ვფიქრობ, შემიყვარდი. რა უშნოდ ჟღერს? ფიქრობ, არა, არ ფიქრობ. უბრალოდ ამბობ და მორჩა. სიყვარულისა და თამაშის ერთმანეთისგან გარჩევა შესაძლებელია. სერიოზულად უთხრა ლეონიდმა. და ადამიანს რომ ატყუებ, ეს სიყვარულია? ნამდვილი სიყვარული მთელ შენ ცხოვრებას ანგრევს. ფეხებზე ჰკიდია გარემოებები. თუ თამაში კი შეიძლება გარემოებებს მოარგო. ჩემთვის ეს ბევრად მარტივია. საშა წარბებს ქვემოდან შეყურებდა ბიჭს. მე არც მქონია ცხოვრება, კართან წამიყვანე. ლეონიდი მძიმედ მიაჩერდა გოგონას. თითქოს დააპირა მკაცრად შეპასუხებოდა, მაგრამ მხოლოდ ამოიოხრა და აღიარა. მე ვერ წამოვალ შენთან ერთად, უკან არ შემიშვებენ. ეს რას ნიშნავს? გაოგონდა საშა. კიდობაში ვერ დავბრუნდები, გამოგდებული ვარ. გამოგდებული? რატომ? ერთი საქმის გამო. ლეონიდი ისე ჩუმად ლაპარაკობდა, რომ მისგან ერთ ნაბიჯში მდგომი საშაც კი ვერ ავჩნევდა, ვერ არჩევდა ყველაფერს. მე ერთმა კაცმა შეურაცხყოფა მომაყენა, ბიბლიოთეკის მეთვალყურემ. სხვების თანდასწრებით დამამცირა. იმავე ღამეს დავთვერი და ბიბლიოთეკა გადავწვი. მეთვალყურე ოჯახიანად გამოიწვა. სამწუხაროდ ჩვენთან სასჯელი არ არსებობს, ამიტომ სამუდამოდ გამომაგდეს. უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. მაშ რატომ მომიყვანე აქ? საშამ მუშტები შეკრა. ჩემი დროც რატომ დაწვი? შენ შეგიძლია ცადო მათთვის ხმის მიწვდენა. ჩაიბურტყუნა ლეონიდმა. გვერდითა გვირაბში კარიდან 20 მეტრში თეთრი საღებავით გაკეთებული ნიშანია. ზუსტად მის ქვეშ იატაკზე რეზინის გარსაცმია, რომლის ქვეშაც ზარის ღილაკია. უნდა დააჭირო სამჯერ მოკლედ, სამჯერ გრძლად და სამჯერ მოკლედ. ეს პაროლია უკან დაბრუნებული დამკვირვებლებისათვის. ლეონიდი მართლაც სადგურზე დარჩა. საშას დაეხმარა სამივე ბლოკპოსტის გავლაში და უკან გაბრუნდა. დამშვიდობებისას სცადა მისთვის ძველი ავტომატი მიეჩაჩებინა, რომლის შოვნაც სადღაც მოესწრო, მაგრამ საშამ არ გამოართვა. სამი მოკლე, სამი გრძელი, სამი მოკლე, სულ ეს იყო, რაც მას შეიძლებოდა დასჭიროებოდა და კიდევ ფანარი. სპორტსნაიას შემდეგ ბნელი და ყრუ გვირაბები იწყებოდა. მთელ ხაზზე ეს ბოლო დასახლებული სადგურად ითვლებოდა და ყოველი ბლოკპოსტი, რომელთა გავლაშიც მას მუსიკოსი დაეხმარა, ციხესიმაგრეს უფრო გავდა, მაგრამ საშა სრულიად არ ეშინოდა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ნახევარი საათის ან საათნახევრის შემდეგ ის ზურმუხტ ქალაქის ზღურბლზე აღმოჩნდებოდა. ხოლო თუ ქალაქი არ არსებობდა, მაშინ საშიში მით უმეტეს არაფერი იყო. გვერდითა გვირაბი ზუსტად იქ აღმოჩნდა, სადაც ლეონიდმა მიასწავლა.
რამდენიმე ასეული ნაბიჯის შემდეგ მართლა იყო ფოლადის ჰერმეტული კარი, რომელშიც საშამ უპრობლემოდ იპოვა საკმაოდ ფართო ղრიჭო და შიგ გაძვრა. გოგონამ გულმოდგინედ გადათვალა 40 ნაბიჯი და სიბნელეში სველ თითქოს ოფლიან კედელზე თეთრი მინიშნება იპოვა. გარსაცმსაც მალევე მიაგნო, რეზინი გადასწია, ზარის ღილა კი მოძებნა. მუსიკოსის ნაჩუქარ საათს დახედა, მოასრო, ძლივს გადაიტანა რამდენიმე უსაშველოდ გრძელი წუთი და თვალები დახუჭა. 3 მოკლე, 3 გრძელი, 3 მოკლე.